პირველი ევროპული სალონი გურიაში ოზურგეთის სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მუზეუმის პროექტი ამჯერად ერთობლივად მასშტაბურად გააცოცხლეს და დამსწრეთ მე-19 საუკუნის მამია გურიელის სასახლის კარზე გამართული სალონური საღამო ავთენტურ გარემოში შესთავაზეს. ნომერ 1 და 2 წმინდა ნინოსა და სალოტბარო სკოლის მოსწავლეებმა ეპოქის შესაბამისად გვამოგზაურეს და გურიელების ცხოვრება წარმოგვიდგინეს. სადღესასწაულო მიღება გურიელების კარზე ვალსზე დასრულდა. ღონისძიებას არაერთი სტუმარი, მათ შორის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. დღეს მუზეუმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მუზეუმში გაიმართა ღონისძიება. მუზეუმების საერთაშორისო დღე 1976 წლიდან უკვე მუზეუმის საბჭოს მიერ 40 წელია არსებობს და ამ დღესთან დაკავშირებით საერთაშორისო მასშტაბით მუზეუმებში ღონისძიებები, აქტივობები, საგანმანათლებლო პროგრამები და სხვადასხვა შეხვედრები ტარდება. დღესაც ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმში გავაცოცხლეთ გურიელების სალონი, ჩვენი პროექტით პირველი ევროპული სალონი გურიაში. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სამუზეუმო გაერთიანებაში წარმოგვიდგინეს ძალიან ლამაზი სალონური საღამო, რომელიც მიეძღვნა მუზეუმების საერთაშორისო დღეს. მინდა მიულოცო ყველა მუზეუმის თანამშრომელს ეს დღე და ძალიან მნიშვნელოვანი არის მუზეუმის მუშაობა საქართველოს ისტორიაში. მუზეუმი ეს არის წარსულისა და მომავლის და დღევანდელი დღის ნაერთი, სადაც ჩვენ შეგვიძლია ყველას რომ გავეცნოთ ისტორიას და ბავშვებმა ეს დღე ძალიან გაალამაზეს და ძალიან ლამაზად წარმოაჩინეს სალონური საღამო, რომელიც მიეძღვნა გურიის და გურიელების ისტორიას. ეს ყველაფერი ჩვენთვის იყო ძალიან შემეცნებითი, ამავდროულად საინტერესო და მადლობა მინდა გადაუხადო ამ პროექტის ორგანიზატორებს, რადგან ეს ყოველთვის დარჩება ჩვენს, ასე ვთქვათ, განვითარებულ მეხსიერებაში. ეს პროექტი ჩვენთვის იყო ძალიან დიდი გამოწვევა და ძალიან საინტერესო იყო და მადლობელი ვარ მუზეუმს და ასევე ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო ჩვენს პედაგოგებს ვარდო ჭინჭარაძეს და ეკა ხლონს.